როგორ მზადდება ალმასის საჭრელი დისკები? სალამ ინჟინერიის ოსტატო. დღეს გავხსნით საიდუმლოს, რომელიც ბევრ მშენებლობაში, რემონტში და თუნდაც ხელოვნების ნამუშევრებშია გამოყენებული. ბრილიანტის საჭრელი დისკო. ეს ხელსაწყოები, რომლებიც ერთი შეხებით მარტივად გამოიყურება, სინამდვილეში ინჟინერიის ნამდვილი საოცრებებია, რომლებსაც შეუძლიათ ყველაზე მყარი მასალების გაჭრა საოცარი სიზუსტითა და ეფექტურობით. მაგრამ ბოლოს რა არის ეს ბრილიანტის საჭრელი დისკოები და რატომ არიან ისინი ესეთი განსაკუთრებულები? ბრილიანტის საჭრელი დისკო არსებითად არის აბრაზიული ხელსაწყო, რომელიც შექმნილია უკიდურესად მყარი მასალების, როგორიცაა ბეტონი, ასფალტი, გრანიტი, მარმარილო და ზოგჯერ მეტალის ზოგიერთი სახეობის გასაჭრელად. მისი შესაძლებლობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მასში გამოყენებულია ინდუსტრიული ბრილიანტები, რომლებიც ადამიანისთვის ცნობილ ყველაზე მყარ მასალებს წარმოადგენენ. სხვადასხვა ჩვეულებრივი აბრაზიული დისკოებისგან განსხვავებით, რომლებიც სწრაფად ცვდება მკვრივი მასალების ჭრისას, ბრილიანტის დისკოები ბრილიანტის განსაკუთრებულ სიმყარეს იყენებენ მასალის მოსაშორებლად და გასაცილებლად. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ დაფქვანიგი. ეს იძლევა უფრო სუფთა, სწრაფ და ნაკლები ძალისხმევით შესრულებულ ჭრას. მაგრამ როგორ მივახციეთ ასეთ მოწინავე ჭრის ტექნოლოგიას? ბრილიანტის დისკოების ისტორია ასახავს ადამიანის სწრაფვას უფრო ეფექტური ინსტრუმენტებისკენ. დიდხანს ქვებისა და მყარი მასალების ჭრა იყო ნელი და შრომატევადი პროცესი, რომელიც დამოკიდებული იყო მეტალის ინსტრუმენტებზე, რომლებიც სწრაფად ცვიოდა. ნამდვილი რევოლუცია დაიწყო 20 საუკუნის შუა წლებში სინთეზური ბრილიანტების განვითარებით. მანამდე ბუნებრივი ბრილიანტები ძვირი და იშვიათი იყო, რაც შეუძლებელს ხდიდა მათი ფართომასშტაბიან გამოყენებას სამრეწველო ინსტრუმენტებში. ლაბორატორიაში ბრილიანტების წარმოების შესაძლებლობამ ახალი ჰორიზონტი გახსნა საჭრელი ინსტრუმენტების წარმოებისთვის. ამის შემდეგ ინჟინრებმა და მეტალურგებმა დაიწყეს ექსპერიმენტები, თუ როგორ ჩაემატებინათ ეს ბრილიანტები მეტალის მატრიცებში. ამან საფუძველი ჩაუყარა პირველი ბრილიანტის საჭრელი დისკების შექმნას, როგორც დღეს ვიცნობთ. ეს იყო წინსვლა, რომელმაც მთლიანად შეცვალა მრავალი ინდუსტრია, სამშენებლოდან დაწყებული, სამთო მრეწველობითა და ძვირფასი ქვების დამუშავებით დამთავრებული. და რა არის ის ძირითადი სტრუქტურა, რომელიც ამ დისკებს საშუალებას აძლევს ასე ზუსტად და ეფექტურად გაჭრა? დაიმანტის საჭრელი დისკის სტრუქტურა თავის კონცეფციაში საოცრად მარტივია, მაგრამ მისი შესრულება უფრო რთულია. ის შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: სუბსტრატისა და საჭრელი თავისგან. სუბსტრატი დისკის სხეულია, რომელიც ჩვეულებრივ მებრივ მაღალი ხარისხის ფოლადისგან მზადდება. ის უზრუნველყოფს დისკის სტაბილურობასა და გამძლეობას, რაც იცავს მას დეფორმაციისა და გატეხვისგან გამოყენების დროს. ეს არის ძირითადი ნაწილი უსაფრთხოებისა და გამძლეობისთვის. ხო, საჭრელი თავი ის ნაწილია, სადაც ბრილიანტებია ჩაშენებული. ის შეიძლება იყოს უწყვეტი პირის, განცალკევებული სეგმენტების ან ტურბო დიზაინის, დამოკიდებულია ჭრის ტიპსა და სამუშაო მასალაზე. სწორედ ამ საჭრელ თავში ხდება ჯადოსნობა, რადგან სწორედ აქ ეხებიან ბრილიანტები მასალას და ასრულებენ ჭრას. მაგრამ როგორ არის ეს პატარა და ძლიერი ბრილიანტები ასე მტკიცედ მიმაგრებული დისკზე? ბრილიანტების დისკზე მიმაგრება წარმოების პროცესის გულია და ძირითადად ხორციელდება მეთოდით, რომელსაც სინტერაცია ეწოდება. სინტერაცია მეტალურგიული პროცესია, რომელიც მოიცავს მეტალის ფხვნილების შეკუმშვასა და გაცხელებას. ამ შემთხვევაში ინდუსტრიულ ბრილიანტებთან ერთად, სანამ ისინი არ შეერთდებიან და მყარ ნაჭერს არ შექმნიან. პროცესი იწყება მეტალის ფხვნილების შერჩევით, როგორიცაა კობალტი, ნიკელი, რკინა და სპილენძი, რომლებიც გამოიყენება მატრიცად ბრილიანტების დასაჭერად. ეს მეტალები შერჩეულია მათი შემაკავშირებელი თვისებებისა და ცვეთის მიხედვით, რადგან ისინი ახალ ბრილიანტებს ათავისუფლებენ დისკის გამოყენებისას. ინდუსტრიული ბრილიანტები, რომლებიც უფრო პატარაა და ნაკლები გემოლოგიური ხარისხისაა, მაგრამ იდეალურია ჭრისთვის,
ფრთხილად ერევა ამ მეტალის ფხვნილს. ამის შემდეგ პროცესი, როგორც წესი, ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: ცივ პრესირებას და ცხელ პრესირებას, ანუ უშუალოდ სინტერაციას. ცივი პრესირებისას მეტალის ფხვნილისა და ბრილიანტების ნაზავი თავსდება ფორმებში და ექვემდებარება მაღალ წნევას. ეს აჭერს ფხვნილს, აძლევს მას საწყის და ერთიან ფორმას, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო სიმტკიცე. შემდეგ მოდის გადამწყვეტი ეტაპი: ცხელი პრესირება ან სინტერიზაცია. წინასწარ ფორმირებული ნაწილი შემდეგ ცხელდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, ჩვეულებრივ 700-დან 1200 გრადუს ცელსიუსამდე, იმ დროსაც კი, როცა ის კვლავ წნევის ქვეშაა. ამ უკიდურეს პირობებში მეტალის ნაწილაკები ერთმანეთს ერწყმიან და ერთიანდებიან, მყარად აკრავენ ალმასებს მეტალის მატრიცაში. სწორედ ამ დროს იძენ საჭრელი თავი თავის სიმკვრივეს, სიმყარეს და რაც ყველაზე მთავარია, ალმასების უსაფრთხოდ შენარჩუნების უნარს ჭრის პროცესში. სინტერიზაციის შემდეგ ალმასის სეგმენტები ჩვეულებრივ ლაზერით ან ბრაზირებით მიდუღდება ფოლადის სუბსტრატზე, რის შედეგადაც ყალიბდება სრული დისკი. ამ პროცესში სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სუსტი შედუღება ან ცუდად ჩამოყალიბებული მატრიცა მთელ ხელსაწყოს დააზიანებს. მაგრამ რა ტიპის ალმასის დისკები არსებობს და თითოეული რისთვის გამოიყენება? ალმასის საჭრელი დისკების მრავალფეროვნება დიდია და თითოეული ტიპი კონკრეტულ მიზანზე ოპტიმიზებული, რაც უზრუნველყოფს უკეთეს მუშაობასა და დასრულებას სხვადასხვა მასალისთვის. სამი ყველაზე გავრცელებული ტიპია სეგმენტური დისკები, უწყვეტი პირის დისკები და ტურბო დისკები. სეგმენტური დისკები მარტივად ცნობადია მათი პირის გასწვრივ არსებული ჭრილებით ან სეგმენტებით. ეს ჭრილები გამოიყენება ჭრის დროს წარმოქმნილი სითბოს გასაფანტად და მასალის მტვრისა და ნამსხვრევების მოსაშორებლად. ისინი იდეალურია უფრო აგრესიული და სწრაფი ჭრებისთვის ისეთ მასალებში, როგორიცაა ბეტონი, ქვითკირი, აგური და ასფალტი, სადაც ზედმეტად წვრილი დასრულება თავარი პრიორიტეტი არ არის. ხოლო უწყვეტი პირის დისკებს აქვთ გლუვი და უწყვეტი პირი სეგმენტების გარეშე. ეს თვისება უზრუნველყოფს უკიდურესად რბილ და სუფთა ჭრას, მინიმალური ნამსხვრევებით. ამიტომ ისინი იდეალური არჩევანია მასალებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მაღალი ხარისხის დამუშავებას, როგორიცაა კერამიკა, პორცელანი, მარმარილო და გრანიტი. როგორც წესი, ისინი გამოიყენება წყლის გაგრილებით, რათა თავიდან იქნას აცილებული გადახურება და უზრუნველყოფილი იყოს კიდევ უფრო ზუსტი ჭრა. ბოლოს გვაქვს ტურბო დისკები, რომლებიც ერთგვარი ჰიბრიდია წინა ორ დისკს შორის. მათ აქვთ დაკბილული ან ტალღოვანი პირი, რომელიც აერთიანებს სეგმენტირებული დისკების ჭრის სისწრაფეს უფრო სუფთა დასრულებასთან ერთად. ისინი მრავალხრივია და კარგი არჩევანია სხვადასხვა მასალისთვის, მათ შორის ბეტონისთვის, ქვისთვის და ზოგიერთი ტიპის კერამიკისთვის, რაც უზრუნველყოფს ჭრის სისწრაფისა და ხარისხის კარგ ბალანსს. სწორი დისკის არჩევა გადამწყვეტია სამუშაოს წარმატებისთვის და ოპერატორის უსაფრთხოებისთვის. და სად შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიხილოთ ეს ტექნოლოგია მოქმედებაში. დაიმანტის საჭრელი დისკები ნამდვილი უხილავი გმირები არიან სხვადასხვა ინდუსტრიასა და გამოყენებაში. სამშენებლო სფეროში ისინი აუცილებელია რკინაბეტონის დასაჭრელად, ასფალტში ღარების გასახსნელად, მილების დასამონტაჟებლად, აგურებისა და სამშენებლო ბლოკების ზუსტად დასაჭრელად და ასევე სტრუქტურების კონტროლირება დემონტაჟისთვისაც. მათ გარეშე ბევრი ის სამუშაო, რასაც დღეს ვხედავთ, გაცილებით მეტი დროისა და ხარჯის მომთხოვნი იქნებოდა. დეკორატიული ქანების სექტორში, როგორიცაა მარმარილო და გრანიტი, ალმასის დისკები მთავარი ინსტრუმენტია. ისინი გამოიყენება დიდი ფილების დასაჭრელად, სამუშაო ზედაპირების, იატაკებისა და საფარების ფორმირებისთვის უმაღლესი ხარისხის დამუშავებით. ჩვენი სახლებისა და შენობების მოსართავად გამოყენებული ბუნებრივი ქვის სილამაზე და ზუსტი ჭრილები დიდწილად ამ დისკების დამსახურებაა. გარდა ამისა, ისინი ფართოდ გამოიყენება კერამიკული და პორცელანის იატაკებისა და საფარების მონტაჟისას, რაც უზრუნველყოფს თითოეული ნაწილის იდეალურად მორგებას, თუნდაც რესტავრაციისა და ხელოვნების სამუშაოებში, სადაც სიზუსტე გადამწყვეტია, ალმასის დისკებს თავიანთი ადგილი აქვთ. ზოგიერთ სპეციალურ გამოყენებაში
ალმასის დისკები სპეციალური მეტალის შენადნობებით შეიძლება გამოყენებულ იქნას მყარი ლითონების, როგორიცაა თუჯი ან დუქტილური რკინის მილების დასაჭრელად. რაც ამ ტექნოლოგიის მრავალმხრივობას აჩვენებს. მართლაც საინტერესოა იმის გაფიქრებაც კი, რომ ასეთი ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი თავის საქმეს ოსტატურად ასრულებს პატარა ნახშირბადის კრისტალების წყალობით. ესეთი მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში რა უპირატესობა აქვს ალმასის დისკის გამოყენებას სხვა საჭრელი ინსტრუმენტების ნაცვლად? ალმასის საჭრელი დისკების უპირატესობები მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომაც გამოიყენება ისინი ფართოდ პროფესიულ გარემოში. პირველ რიგში განძლეობა არის მთავარი ფაქტორი. ჩვეულებრივი აბრაზიული დისკები სწრაფად ცვდება და ხშირად საჭიროებს შეცვლას. ხოლო ალმასის დისკებს ალმასის უკიდურესი სიმტკიცის გამო გაცილებით ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვთ. ეს ნიშნავს დროისა და ფულის დაზოგვას გრძელვადიან პერსპექტივაში. მეორეც, ეფექტურობა შეუდარებელია. ისინი ჭრიან მყარ მასალებს ბევრად უფრო სწრაფად და ოპერატორის ნაკლები ძალის ხმევით, რაც ზრდის პროდუქტიულობას სამშენებლო მოედანზე ან სახელოსნოში. სიზუსტე კიდევ ერთი უპირატესობაა. დაიმანტის დისკები უზრუნველყოფენ სუფთა და სწორ ჭრას, ამცირებენ მასალის დაკარგვას და უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის დასრულებას. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ სამუშაოებში, სადაც საჭიროა იდეალური შეხამება, მაგალითად იატაკის ან სამუშაო ზედაპირების მონტაჟისას. გარდა ამისა, ესეთი ფართო სპექტრის უკიდურესად მყარი მასალების გაჭრის შესაძლებლობა არის ის, რასაც ძალიან ცოტა სხვა ინსტრუმენტი სთავაზობს. მაგრამ ნამდვილად არის ეს დისკები ყველა ჭრის პრობლემის გადაწყვეტა. თუ არსებობს სიფრთხილის ზომები და შეზღუდვები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად ყველა უპირატესობისა, აუცილებელია გავიგოთ, რომ ეს დისკები უნივერსალური გადაწყვეტა არ არის და საჭიროებს სპეციალურ სიფრთხილეს მათი ეფექტურობისა და რაც მთავარია, მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა ის არის, რომ ისინი არ არის შესაფერისი მასიური მასალების დასაჭრელად, როგორიცაა ხე, პლასტმასი ან ჩვეულებრივი ფეროშემცველი ლითონები. ამ მასალებისთვის უფრო შესაფერისია აბრაზიული დისკები ან სპეციალური კბილებიანი ხერხები. დაიმანტის დისკის გამოყენება რბილ მასალაზე შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, დისკის ნიზნაადრევი ცვეთა და შესაძლოა ავარიაც კი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორი დისკის შერჩევის აუცილებლობა. იმ მასალისთვის, რომელსაც აპირებთ გაჭრას. არასწორი დისკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური ჭრა, მასალის ან თავად დისკის დაზიანება. გაგრილებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბევრი ბრილიანტის დისკი შექმნილია სველი ჭრისთვის, ანუ წყლით, რომელიც დისკის გაგრილებას, მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას და ტურის შემცირებას ემსახურება. ამ რეკომენდაციების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს დისკის გადახურება, დეფორმაცია და მუშაობის ეფექტურობის დაკარგვა. და რა თქმა უნდა, უსაფრთხოება უმთავრესია. ჰოუელთვის გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალის საშუალებები, როგორიცაა დამცავის ათვალე, ხელთათმანები და ყურის დამცავები და დაიცავით ინსტრუმენტის და დისკის მწარმოებლის ინსტრუქციები. ამ დისკების უკანდგომი ინჟინერია საოცარია, მაგრამ მათი შეზღუდვების პატივისცემა და სწორი გამოყენება აუცილებელია. თუ აქამდე მოხვედით და ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი. დაალაიქეთ და ჩართეთ შეტყობინებების ზარი. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენებათ, განიხილეთ წევრობა, რათა დაგვეხმაროთ პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. თუ გაინტერესებთ მეტი, გაიგოთ იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენეთ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბული, რათა მიიღოთ ცდომა მრავალ შესაძლებლობაზე, რომლებიც დაგეხმარებათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში და თქვენს კარიერაში განსხვავების შეტანაში. თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა გამოიყენოთ ბრილიანტის დისკი რომელიმე პროექტში. რომელი მასალა მიგაჩნიათ ყველაზე შთამბეჭდავად, რომელსაც ის ასე მარტივად ჭრის? დაწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს თქვენი აზრი. აქ გვერდზე არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააგმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყარეობა. თუ გსურთ მხარი დაგვიჭიროთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარის ღილაკი და განიხილეთ არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულება. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავთ.